ცნობილი რეჟისორი საკუთარი თავის შესახებ ბავშვობა, სკოლა, სტუდენტობა, პირველი სტუდენტური ნამუშევარი, ფილმები და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობა მერაბ კოკოჩაშვილმა ავტობიოგრაფიულ წიგნზე მუშაობა დაასრულა. განვლილ გზასთან და გადასაღებ მოედანზე მუშაობასთან ერთად ავტორი იხსენებს მოვლენებსაც, რომლებმაც მის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა. ცნობილ რეჟისორს მაყურებლისთვის კიდევ ერთი სიახლე აქვს. კინოთეატრებში დღეიდან მერაბ კოკოჩაშვილის ბოლო ნამუშევარს ტერცო მონდოს აჩვენებენ. ფილმთან ერთად შედგება ავტობიოგრაფიული წიგნის პრეზენტაციაც. მე ხო ოპტიმისტი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ღრუბელია, ყველაფერი ის არის, ალბათ გადაღება ჩაიშალა, მაინც მჯერა რომ რაღაცა იქნება. რომ არა მისი უსაზღვრო ოპტიმიზმი, არც ის ფილმები იქნებოდა, რაზეც ამ წიგნში ყვება და შეიძლება მოსაყოლის ბევრი არაფერი ყოფილიყო მისი ცხოვრებისეული პრინციპებისთვის, რომ ეღალატა. ახლა კი როცა 91-ე საიუბილეო წლის ზაფხულს თავის თავთან მარტო დარჩა, ერთ გამოცემად მოუყარა თავი მთელი განვლილი ცხოვრების ამბებს და გამოსცა წიგნი, რომელიც უფრო მეტია ვიდრე ავტობიოგრაფია. უფრო ფილმოგრაფია, რომელსაც რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპები ავსებს. ვცდილობდი ნათქვამი ყოფილიყო ყველაფერი ის, რაც მე მაწუხებს და რას აკვირველია, რაც მარტო მე არ მაწუხებს, იმიტომ რომ თუ იმას არ ამბობ, რაც შენ ერს, საერთოდ საზოგადოებას, ადამიანს აწუხებს, ის რასაც შენ აკეთებ, აღარ დაჭირდება კაცობრიობას. და რა სჭირდება საზოგადოებას? როგორ ხედავდა, როგორ იზრდებოდა პიროვნულად და პროფესიულად? რა ქმნიდა მისი ცხოვრების მთავარ პრინციპებს? ამაზე ფიქრს მთელი ცხოვრება, წერას კი 3 თვე მიუძღვნა. გავიხსენე ალბათ ყველაფერი, რაც მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ ჩამოყალიბდე რაღაც ადამიანად, პიროვნებად, არჩევანი გააკეთო იმაზე, რა გინდა გააკეთო. რა სახით გინდა ეს ყველაფერი თქვა, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გაწუხებს, როდის ყალიბდება ყველაფერი ეს, ვისი გავლენით ყალიბდება, მე მარტო ფილმებს არ გულისხმობ. გაბრიკო. და რა იყო და არის მერაბ კოკოჩაშვილის როგორც რეჟისორის მთავარი პრინციპები? ამაზე მისი ფილმოგრაფია ალბათ ყველაზე მეტად მეტყველებს. მისი კინო, რომელმაც ყოველ ჯერზე უპასუხა მთავარ გამოწვევებს და რომელმაც ყველაზე მნიშვნელოვანი მაყურებლის სიყვარული დაიმსახურა. შევეცადე ჩამომეყალებინა ყველაფერი ის, რაც მთავარი იყო და რის გარეშეც ვფიქრობ, რომ შეუძლებელი არის ვთქვათ იმის შესახებ საუბარი, რასაც ჩემი კინო ქვია, თუ შეიძლება ასე ითქვას. ეს პირველ რიგში არის ის, რასაც ოჯახში, სკოლაში, ბავშვობაში, ახალგაზრდობაში ყალიბდება. ეს არის სიმართლე, თავისუფლება. ამის შესახებ წიგნში არის ეპიზოდები. შენ გოგრამიტები ხარ დაგსურები. და მაინც, როგორია მერაბ კოკოჩაშვილის კინო, ადამიანური გასაგები და გამგები. ასე ახასიათებს თავად და წიგნში ერთ მარტივ მაგალითს იშველიებს იმ ადამიანების შრომაზე, რომელიც კომპლექსურად ავსებს მის კინოსაც და მისივე ხასიათის შტრიხებსაც. მხატვარი კინოში რას ნიშნავს წარმოიდგინეთ თქვენ მხატვრებმა ჯერ დაწყებული არ ქონდა გადაღება, უკვე არჩეული ქონდა შენობა, სადაც გადაღებონა ყოფილიყო და მოვიდნენ და მითხრეს, იცი, ისეთი იმდენი რომანტიზმი არის ამ სცენარში, რაც უნდა იყოს გადაღებული, რომ მოდი რა, ეხლა გაზაფხულია მითხრეს, მშვენიერი შენობა, მოდი რა, ამის გარშემო ჩვენ დავრგათ მზეს უმზირები და როცა გადაღება გვექნება შემოდგომაზე, ეს ხო იქნება სულ ოქროსფრად ყველაფერი, ეს წარმოვიდგინე რა ლამაზი იქნება და მართლა ესე გამოვიდა. ხედავთ რა არის მხატვარი კინოში. კინოს გადაღებაზე ისევ ფიქრობს, თუმცა ჯერ მისი ბოლო რამდენიმე წლის შრომის შედეგი უნდა წარუდგინოს საზოგადოებას. კინოთეატრებში დღეიდან მის ბოლო ნამუშევარს ტერცო მონდოს აჩვენებენ.
გახლავთ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი აკა მურჩილაძის მოთხრობის და მერაბ კუკუჩაშვილის სცენარის მიხედვით საოცრად საინტერესო მსახიობებით, ჩვენი ვარსკვლავებით და მე მგონი ძალიან საინტერესო თავგადასავალი გელით მნახველს. წელს არის მერაბ კუკუჩაშვილის საიუბილეო წელი და ესეც ნიშანდობლივია და კარგია, რომ ამ წელს დაემთხვა მისი სრულმეტრაჟიანი ფილმის პრემიერაც და წიგნის გამოცემა. ამ ფილმზე მაყურებელს ისეთივე გულისფანცქალით ელოდება, როგორც მაშინ პირველად მისი სტუდენტური ნამუშევარი დიდ ეკრანზე რომ აჩვენეს. რაღაც ჩანაფიქრი კვლავ აქვს. იდეა, რომლის განსახორციელებლადაც 90 წლის რეჟისორი ძალებს იკრებს.